წელს პირველად საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გაიცემა. კონკურსის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 10 წარმატებული პედაგოგი გამოვლინდება, მათგან საუკეთესო კი ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება და გლობალურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებული 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება. რაც შეეხება ჯილდოს, ის კოალიცია განათლება ყოველთვის საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 13 მაისს დაწესდა. ჩვენი მიზანია, რომ ამით გადავდგათ ერთი ნაბიჯი იქითკენ, რათა საქართველოში პრესტიჟი ამ პროფესიისა, პედაგოგის პროფესიისა ამაღლდეს, მოხდეს პედაგოგების დაფასება და მეორე მხრივ ხელი შეუწყოთ ახალგაზრდების დაინტერესებას ამ პროფესიისადმი. შეერჩევის პროცესი, კრიტერიუმები ეფუძნება გლობალურ ჯილდოს, ანუ იქიდან გვაქვს გადმოღებული, ანუ ეს არის იმის ანალოგი, შესაბამისად აქ არჩეულ მასწავლებელს უკვე გლობალურ ჯილდოზე ასპარეზობა არ გაუჭირდება. 5 კრიტერიუმი გვაქვს და აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოსწავლეების შედეგების დინამიკა. ანუ უნდა აუმჯობესებდეს მასწავლებელი, რაღაც პროგრესს უნდა აჩვენებდეს მოსწავლეების შედეგებში. ახლა კი უცხოეთის